გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, საქართველოში და ზოგადად დღევანდელ საინფორმაციო სივრცეში, სადაც არ უნდა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორ ვიღებთ, როგორ მოგვეწოდება და მე როგორ აღვიქვავთ ინფორმაციას. დამუშავებული არის უამრავი საინფორმაციო ტექნოლოგია, პროპაგანდის ტექნოლოგია და ამას მუდმივად ცდილობენ. ეხლა არა მარტო თქვათ რაღაცა ხელისუფლებები, არამედ რაღაც ბრენდებიდან დაწყებული, თითქმის აბსოლუტურად ყველა იუთუბერებიც კი, რომ რაღაცნაირად თავისი კონტენტი რაღაცა მიიტანონ, იქ რაღაცა ისეთი სათაური დაარქვა, რომელიც ვიღაცას შემოიტყუებს და ასე შემდეგ. ეს ზოგადად საინფორმაციო ტექნოლოგიებსაც შეეხება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი თემა რაც არის ის, რომ აი ნახევრად სიმართლე, რომლის манипуляციაც მე ხდება, ან შეიძლება რაღაცა იყოს სრული სიმართლე, ფაქტი, მაგრამ აი ეს ისეთნაირად წარმოაჩინო ადამიანმა, ან ისეთი კუთხით დაგანახონ, ან ისეთი შინაარსი მისცენ, რომ მე ამას რაღაცა სხვა მნიშვნელობა და სხვა კონტექსტი შეეძინოს. და ამის ძალიან კარგ მაგალითს შევხვდი დღეს ძალიან შემთხვევით. ახლა ვკითხულობ წიგნს, რომლის ავტორიც არის იოჰანა დრაკერი, ეს არის ლინგვისტი. ამ ადამიანმა დაწერა წიგნი იმის შესახებ თუ როგორ გამოიგონეს ანბანი, ეს არის ისტორიოგრაფიული აღწერა იმისი თუ როგორ მოვიდა ჩვენამდე ცნობები ანბანის შექმნის შესახებ და როგორ ავაწყეთ მე ისტორიული მეხსიერებით ის ინფორმაცია, რომელიც დღეს გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. კითხვისას წავაწყდი ერთ აბზაცს, რომელმაც ეგრევე ამინთო და ეგრევე ამანთო იმ თემაზე, რასაც ქვია ინფორმაციის აღქმა, მიწოდება, დანახვა და манипуляცია ზოგადად და მიუხედავად იმისა, რომ იდეაში ეს საერთოდ არ ეხება ამ ტიპის თემატიკას. აი მაინც კარგი მაგალითი არის და ის წერს ესეთ რაღაცას, როდესაც ისტორიოგრაფიაზე გვიყვება ანბანისა, რომ აი მაგალითად ვიღაცამ შეიძლება აღგიწეროს როგორი არის ანბანი, მაგრამ ეს არანაირად არ წარმოადგენს ვიზუალს იმ სიმბოლოებისა. ხო, აი სიტყვაზე მაგალითად მე შეიძლება ქართულად ან თუნდაც ინგლისურად მოგიყვე იმის შესახებ თუ როგორ გამოიყურება ინგლისური ანბანი. მაგრამ ჩემი მონაყოლი და ჩემი აღწერილი არც ერთ ვარიანტში არ წარმოადგენს აი იმ ვიზუალურ მხარეს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს რაღაცა ბგერას. ანუ რაღაცა ენაზე გიყვები ამ ენის ჩანიშვნის სიმბოლოზე და აღგიწერე ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მაგრათაც აღგიწერო ეს, მაგრამ სანამ არ ნახავ შენი თვალით, ეს არანაირად არ არის ამის ვიზუალური მხარე. მაგრამ ეხა მარტო იმაზეც არ არის, რომ თქვა ვიღაცა მოვიდა და გაჩვენა კეის სიტყვაზე მაგალითად. და ეს მივხვდი, რომ შვენივრად აღმიწერა ამ ადამიანმა ეს, რაც აღმიწერა ზუსტად ის არის გამოსახული ამ ამბანზე. მაგრამ ეხა აქ მთავარი ისიც არის, რომ როგორ წაიკითხავ ამასოს. მე შეიძლება აღგიწერო ეს როგორ გამოიყურება, შენ შეიძლება ნახო მერე და მართლაც დაემთხვის ჩემი მონაყოლი იმას თუ როგორ გამოიყურება, მაგრამ არც ერთმა არ ვიცით ეს რას აღნიშნავს. როგორ წავიკითხოთ ეს ასობგერა, რომელ ბგერას გამოხატავს. რა ენა არის საერთოდ. იგივენაირად შეიძლება არქეოლოგმა აღმოაჩინოს რაღაცა წარწერა, ეს დაინახა, აღიქვა, გადმოწერა, გადმოიხატა, შეიძლება ფონტიც გააკეთო და დაბეჭდო კიდევაც კომპიუტერზე ამ ყველაფრით, მაგრამ არავინ არ ვიცით რა ენა არის, როგორ წავიკითხოთ, რა ესობგერა გამოიხატება. შეიძლება ასობგერა რაღაც მომენტში იპოვო კიდევაც ლოგიკურად, რომ რაღაცა ხმოვანი არის ან თანხმოვანი, მაგრამ ესეც შეიძლება არ იყოს სწორი რეპრეზენტაცია, იმიტომ რომ ზოგი ენა არის, რომელშიც უფრო მეტი თანხმოვანი ჭარბობს სიტყვებში ვიდრე ხმოვანი და ასე შემდეგ, ხო? და ან შეიძლება ვიღაცა მოვიდეს მერე და გითხრას, რომ აი მე ვიცი ამის წაკითხვა. და გითხრას, რომ აი წავიკითხე ეს ყველაფერი და ეხა გააქვს თითქოს საერთო სურათი რა, მაგრამ იქნება და ეს ტიპი, ვინც მოვიდა და გითხრას როგორ წაიკითხო, ის ტიპი არის, რომელმაც ციმბირელებს ინგლისურის ნაცვლად მეგრული ასწავლა და გატყუებს ეხა ამას. ამიტომ ვიღაცა მეორე ტიპი უნდა ნახო, რომელსაც ენდობი, რომელიც დამოუკიდებელი წყარო არის ამ ყველაფერზე და იმასთან გადაამოწმებ ამას, რომ ეს მართლა აქ ესე წერია თუ არა. ეს ადამიანი უბრალოდ წერდა იმაზე, რომ რა ძნელი იყო, რა ძნელი არის ანბანის ისტორიის კვლევა, იმიტომ რომ ხშირად ვიღაცა აღგიწერს, მე შეიტყვაც ნახავ, მაგრამ აი ეს რაღაც ერთიანი წერტილები და სხვადასხვა კუთხე და სხვადასხვა ფაქტორი თუ არ იქნა შევსებული, აზრი არ აქვს იმას, რომ თქვა რაღაცა ახალი ანბანიან დამწერლობა იპოვეს სადღაც და იცი ამის შესახებ, გაიგე ან შეისწავლე და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე თემა არის ამ შემთხვევაში ინფორმაციის ამბავში. ანუ ვიღაცამ შეიძლება აღგიწეროს ეს რაღაცა, მოგიყვეს, მე ნახო, რომ ეს პრინციპში რაც ამან აღგიწერა, ის კი სიმართლეა, მაგრამ მაგალითად ხმა არ გესმის იმ ვიდეოში რაც ხდება.
ან არიცი ეს სად მოხდა რეალურად იქ მოხდა სადაც ეს გეუნება რომ იქ მოხდა გიყვება ვიღაცა რომ ორმა ტიპმა იჩხუბა ამან დაარტყა იმიტომ რომ იმან შეაგინა შენ ახლა ნახე ვიდეო რაც ამან მოგიყვა ის ყველაფერი მართალია იქ მაგრამ ხმა არ ისმის არიცი იმან რა უთხრა ეხლა მოვიდა ვიღაცა ტიპი და გეუნება რომ მე შემიძლია რომ ტუჩები წავიკითხო და იმითი გითხრა რომ ამან ნამდვილად შეაგინა მაგრამ რა ვიცი მე ხა ეს რას მეუნება ან რა გარანტია მაქვს რომ რაღაცა ვიდეოზე სადღაც ვიღაცის ტუჩების ცმაცუნი ჩანს იქ მართლაც ამოიკითხა ამან რაღაცა ძალიან ხშირად არის ხოლმე დღევანდელ საინფორმაციო სივრცეში წარმოდგენილია რაღაცა ნახევარ სიმართლე რომელსაც გეუბნება რომ აი ძმაო ფაქტი აი ეგერ არის. ოღონდ გარშემო რა ხდება? რატო არის ეს აქ? როგორ არის? ეს არ არის ხოლმე ხშირად მოწოდებული ან სხვანაირად არის მოწოდებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არ უნდა გეუბნებოდეს მტკიცებით ფორმაში, ან თუ მტკიცებით ფორმაში გეუბნება, მაგალითად უნდა გაწვდიდეს რაღაცა ინფორმაციას, მაგრამ თან მნიშვნელოვანი არის რომ ეს ყველაფერი ინფორმაცია შენ გადაამოწმო იქ, აქ ყველასთან იმისი მოისმინო, ამისი მოისმინო. და ეხლა მთავარი რა არის? ეს ყველაფერი გარდა ამისა უკავშირდება იმას, თუ რატომ შეიძლება უნდოდეს მაგალითად ხელისუფლებას ამ შემთხვევაში რომ ადამიანები ისეთ მდგომარეობაში ამყოფოს რომ შენ არც დრო არც ემოცია არც ნერვი არც ფიზიკური და არც არანაირი საშუალება არ აქვს იმისა რომ რაღაცა ინფორმაციას რომ მოგაწოდებენ ის ინფორმაცია გაანალიზო და დაფიქრდე რომ ოკეი კაი რაღაცა კი არის ამაში სიმართლე მაგრამ ამ სიმართლის გარშემო რა არის დაშენებული ეს ყველაფერი არ ვიცი და შესაბამისად ამიტომ არის ხოლმე ძალიან ხშირად რომ აი ეს თუნდაც აი ეს პროპაგანდისტული ტექნოლოგიები რაც დღეს არის მათ შორის ხშირად არის ხოლმე რომ ეთმობა იმას რომ რაღაცა მოგაწოდონ ერთი კუთხით და მე ისეთი თქვა ტროლბოტების ან რაღაცა ექსპერტების ან და დამუშავებული მესიჯ ბოქსით ეს ყველაფერი იმაზე არის რომ აი ამაზე გაამახვილე ყურადღება იქით არ გაიხედო არ გაიგო რა ხდება არ დაინტერესდე გარდა ამისა მე ხა გავაკეთებ რაღაცა რეფორმას რომელშიცაც ისე ვიზავრო შენ განათლება ვეღარ მიიღო ნორმალური თან გეტყვი რომ ეს კარგი განათლება არის თან ექსპერტებს არ მოусმენ არავის და არ ჩავრთავან თემაზე არავისთან დაკავშირებით ვიღაცები კი ლაპარაკობენ ამაზე სადღაც მაგრამ იმაზე გეტყვი რომ მე არაფერი არ გამიგია ძმაო არანაირი არგუმენტი არ გამიგია იმაზე რატომ არის ეს რეფორმა ცუდი და აი ამ რეფორმას რომ გავატარებ მე ეს მომცემს იმის საშუალებას რომ გაკონტროლო შენ რომ სხვა ინფორმაციებს რომ მოგაწვდი ეს აღარ გადაამოწმო თან სიღარიბეში გამყოფებ და მუდმივ დაძაბულობაში მყავხარ ომის შიში და ეკონომიკურ სიდუხჭირეში იმისთვის რომ ინტელექტუალური შესაძლებლობა წაგართვე, ემოციური შესაძლებლობა წაგართვი, ეკონომიკური შესაძლებლობა წაგართვი. ერთადერთი რაზეც არის შენი თემა არის რომ საჭმელი მოიპოვო, იყო რაღაცა შენს დაჭუჭში და რასაც გეტყვი, ის დაიჯერო. ხო და ეგეთი ამბავი მოკლედ.